ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ ღმერთს სამყაროში ფიზიკური ადგილი აქვს. სამწუხაროდ ის დაახლოებით 429 მილიარდი ტრილიონი კილომეტრითაა დაშორებული. კოსმიური ჰორიზონტის კონცეფციის გამოყენებით დოქტორი მაიკლ გილენი აერთიანებს ზეცის ბიბლიურ აღწერებსა და ხილული სამყაროს საზღვრებს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ჰორიზონტის მიღმა არსებული სინათლე სამყაროს გაფართოების გამო ჩვენამდე ვერასდროს მოაღწევს. თუმცა მეცნიერთა უმეტესობა კოსმიურ ჰორიზონტს სხვანაირად უყურებს და მას არა ფიზიკურ ადგილად, არამედ სამყაროს გაფართოებით გამოწვეულ სადამკვირვებლო ზღვრად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ თეორია სულიერ იდეებს თანამედროვე ფიზიკასთან აკავშირებს, კოსმიური ჰორიზონტი დაკვირვების ზღვრად რჩება და არა ხელშესახებ ადგილად. ეს სპეკულაციური კონცეფცია, თუმცა მომხიბვლელია, მეცნიერებასა და თეოლოგიას ისე აერთიანებს, რომ ფიქრს აღწრავს, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოების მიერ ფართოდ აღიარებული არ არის.